მიჩვეული ვართ იმას, რომ კუთხის სიდიდეს ვზომავთ გრადუსებში. გრადუსი, ესე დავწერე. გრადუსი არის ის რაღაც საზომი ერთეული, რომელსაც ვიყენებთ, რომ გავზომოთ კუთხის სიდიდე. მაგალითად, აი რომ ავიღო რაღაცა ორი სხივი, რომელიც ერთმანეთთან რაღაცა კუთხეს ადგენს, ვიტყვი რომ აი ამისი გრადუსული ზომა არის თქვათ რაღაც 30 გრადუსი. ასევე გვაქვს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევებიც, რომელიც ვიცით მაგალითად, როცა სხივები ერთმანეთის მართობულები არიან და მართკუთხეს ქმნიან. გვაქვს შემთხვევა, როცა გაშლილ კუთხეზეა საუბარი, მაგალითად, აქეთ რომ იყოს სხივი მომართული და მთლიანად აი ესე მოაბრუნო საპირისპირო მხარეს, ანუ საპირისპირო მიმართულება რომ მივცე, მოდი სხვაფრად შევღებავ. აი ესეთი რომ იყოს. ეს იქნება 180 გრადუსის შესაბამისი მობრუნება. ანუ მაგალითად, რომ ავდგე და სრული წრე რომ გავაკეთო, აი აქეთ რომ მქონდეს სხივია ესე მიმართული, და ავდგე და სრული წრე გავაკეთო და დავუბრუნდე ისევ იმ ადგილას, ეს იქნება 360 გრადუსის შესაბამისი მოძრაობა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ხშირად არ უკვირდებით, რომ ეს გრადუსები არის უბრალოდ ადამიანების მიერ შექმნილი რაღაცა სისტემა, რომელთაც ვზომავთ კუთხის სიდიდეს და მობრუნებას და ასე შემდეგ. მაგრამ არ არის რაღაც აუცილებელი და არც ფუნდამენტური, ანუ არ არის აუცილებელი 360 გრადუსი ერქვას ერთ სრულ მობრუნებას. ეს უბრალოდ ასე მოხდა ისტორიულად, იმიტომ რომ მაგალითად ეგონათ რომ წელიწადში იყო 360 დღე. ძველ ბაბილონელებს საერთოდ 60-ობითი სისტემა ჰქონდათ, აი ჩვენ რომ გვაქვს 10 ციფრი 0-დან 9-ის ჩათვლით, იმათ ჰქონდათ ეგეთი 60. და ძალიან უყვარდათ ტოლგვერდა სამკუთხედები, მაგალითად აი ეს წრე მაგათთვის იყო აგებული ესე 6 ცალი ტოლფერდა სამკუთხედი ქონათ აი ესე და თითოეული სამკუთხედი 60 ნაწილად იყო ესე დაყოფილი და შესაბამისად 360 იღებ. მოკლედ, ეს არის ისტორიულად იმის მიზეზი თუ რატომ გვაქვს 360 გრადუსი და ზოგადად გრადუსები რატომ გვაქვს. მაგრამ თუ დავფიქრდებით, რაღაც უფრო სუფთა და უფრო ფუნდამენტურიც უნდა არსებობდეს, როცა გრადუსებზე, უბრალოდ როცა მობრუნებაზე და კუთხეებზე არის საუბარი. და ახლა მე აგიხსნით სწორედ ასეთ რაღაცას, რომელსაც ცოტა უფრო მეტი სიწმინდე გააჩნია, ასე ვთქვათ, უფრო ლოგიკურია, რომ ამ საზომ ერთეულებში ვიმუშაოთ. აუცილებელი ცხადი არ არის, მაგრამ ხშირად მოსახერხებელია, ამას ეწოდება რადიანები. ესე იგი, რადიანი. აი, ამაში მუშაობთ ძალიან ხშირად. ეხლა რა არის რადიანი? აი, დავხაზოთ, მოდი, წრე. გავაკეთოთ წრე. არ მომწონს ეს წრე, უკეთესი. ეს არის ჩვენი წრე. ავიღოთ ამისი რადიუსი და სხვათა შორის შეამჩნევდით ალბათ, რომ სიტყვა რადიანი რადიუსს ძალიან გავს და შეცდომით ეს არ არის. ახლა მოდი ავიღოთ რაღაცა სხივი, რომელიც აი ამ ცენტრიდან წავა თქვათ აი ესეთი მიმართულებით. მოდი ცოტა ლამაზად ვქნათ, აი. ძალიან შორს კი გავაკეთე, მაგრამ არ აღუშავს და აი აქ არის კუთხე, რაღაც კუთხე თეტა. მოდი სხვა ფერით აღვნიშნო ამას. ეს არის ჩვენი კუთხე თეტა. ახლა ერთ რამეს დავაკვირდეთ, რომ აი ეს რადიუსი აი აქ რა წერტილშიც ეხება, მოდი ამ წერტილებს აღნიშნო, რა წერტილშიც ეხება აი ამ წრეწირს და სხივი რა წერტილშიც კვეთს, აი ამ წრეწირს. ამ წერტილებს შორის მოჭიმულია რკალი. ცოტა უცნაური ტერმინია, შეიძლება აგაგიათ აქამდე, მაგრამ მოჭიმული ეწოდება ამას, მოჭიმული არის რაღაცა ზომის რკალი. ახლა მოდი ჩავთვალოთ, რომ ეს რკალი არის იმავე სიგრძის, ზუსტად რა სიგრძისაც არის ჩვენი რადიუსი r. ანუ ამ რკალის სიგრძეს არის r. საკითხი არის ასე. 1 რადიანი არის ის კუთხე, რა კუთხეზეც რადიუსი ტოლი არის აი ამ მოჭიმული რკალის. ეგ არის და ეგ. ანუ აი ეს თეტა აქ, რაც მაქვს, აი ეს თეტა, არის 1 რადიანის ტოლი. 1 რადიანი. აი ეს. ასე განიმარტება რადიანი. და ეხლა მოდი ცოტა კარგად რომ განვსაზღვროთ და გავიაზროთ რა ხდება, აი უფრო ისეთ მაგალითს მოვიყვან. კარგად დაგანახებთ, რანაირი დამოკიდებულება არის რადიანებსა და გრადუსებს შორის. და ამისთვის საჭირო არის რომ ჯერ კიდევ ერთი წრე დავხაზო. კიდევ ერთი წრე დავხაზო, ეს წრე არ გამოვიდა კარგი. პირველი მცდელობა ყოველთვის ცუდია ხოლმე, არ ვიცი რატო ხდება ეგრე. კალიბრაციას ვაკეთებ ალბათ. ესე იგი, ცენტრი გვაქვს აქ. თქვათ აი ესე, რადიუსი და მოდი გადავწყვიტე უსებ რომ მთელი ბრუნი გავაკეთო და მივიდე ისევ იმ ადგილას, საიდანაც დავიწყე. ეხლა ესეთ რამეს დავუკვირდეთ, რომ აქ ეს თეტა იყო 1 რადიანი და ამიტომ რადიუსი ტოლი იყო ზუსტად ამ რკალის. ანუ რკალი არის 1 რადიუსის ტოლი, ხო? ანუ ეს რკალი არის იგივე სიგრძის, რაც რადიუსი. ახლა მე თუ გავიარე მთელი აი ეს წრე, თუ მოვიარე ასე, კუთხე რა იქნება? მოდი დავფიქრდეთ მაგაზე. ანუ რა სიდიდის კუთხე უნდა გავიარო, რომ მთელი წრე შემოვიარო ერთხელ. როცა გავიარე კუთხე სიდიდით 1 რადიანი, მოვედი ანუ გავიარე r სიგრძის რკალი. ახლა მინდა რომ გავიარო მთელი წრეწირის სიგრძის რკალი. ამ დროს მთელი წრეწირის სიგრძე რა არის? თუ ვიცი რომ რადიუსი არის r, მთელი წრეწირის სიგრძე არის 2πr. და ახლა დავაკვირდეთ. მე თუ მინდა რომ გავიარო რადიუსის სიგრძის რკალი, მჭირდება 1 რადიანი კუთხით მობრუნება.
ხო? ანუ მობრუნება გამომივა 1 რადიანი. და მე თუ მინდა გავიარო მთელი წრის სიგრძის რკალი, ანუ თუ მინდა გავიარო 2 პიერი სიგრძის რკალი, მაშინ უნდა მოუბრუნდე 2 π რადიანით. ანუ 1 ჯერ r რომ გავიარე 1 რადიანით მოუბრუნდი და 2 π ჯერ r რომ გავიარე 2 π-ით მოუბრუნდი. ანუ სრული მოbrunება თურმე რადიანებში არის 2 π. ესე იგი გამოდის რომ 2 π რადიანი არის ზუსტად იგივე, რაც 360 გრადუსი. ანუ 2 π რადიანი შეესაბამება 360 გრადუსს. შემიძლია ასე დავწერო, მაგრამ მე მგონჯობია სიტყვით დავწერე მაინც გრადუსი. ესე იგი 2 π რადიანი იგივე რაც 360 გრადუსი, იმიტომ რომ სრული მოbrunება ასოცირებული არის 2 π-სთან. ანუ ერთი წრის დარტყმა უბრალოდ ასოცირებული არის 2 π-სთან. აი თუ კარგად გასაგები არ იყო, აი რომ წარმოვიდგინოთ რომ აი აქ რადიუსის ადგილას მქონდეს რაღაცა ესეთი სხივი და რომ მოვდგე და ეს სხივი დავატრიალო, აი 100 ციფრის საწინააღმდეგოდ რომ მოვატრიალო, აუცილებელი არ არის 100 ციფრის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ბარემ ეგრე დავხაზე. და ისევ თავის ადგილს რომ დაუბრუნდეს ერთი მოbrunებით, ხო? აი ეს იქნება 2 π რადიანის ტოლფასი, რაც იგივე რაც 360 გრადუსი. ახლა ეს შეგვიძლია ცოტა გავამარტივოთ ჩვენ. ანუ 2 π მაქვს აქეთ და 360 აქეთ, მაგრამ მოდი ორივეს გავყოფ 2-ზე, რატომაც არა, ხო? იმიტომ რომ გაიყოფა ორივე 2-ზე. და მაშინ დამრჩება π რადიანი მარცხნივ რადიანი და მარჯვნივ დამრჩება 180 გრადუსი. 180 გრადუსი. ესე იგი რა გამოდის რომ აი აქ რომ წარმოვიდგინო რომ მაქვს წრე, აი აქ რომ ვერ დავხაზე. ცოტა დასახაზია, მაგრამ აი აქ რომ წარმოვიდგინო რომ ეს წრე არის და მე გავაკეთე ნახევარი მოbrunება, ანუ სრული წრე კი არ გავიარე, ნახევარ წრეზე მოbrunდი. 180 გრადუსით მოbrunდი, მაგრამ ეს იგივეა თურმე რაც π რადიანით მოbrunება. ანუ თურმე π რადიანი იგივეა რაც 180 გრადუსი. ძალიან საინტერესოა. ანუ მიმართებას ხედავთ როგორი არის რადიანებსა და გრადუსებს შორის. ახლა თქვათ მაინტერესებს 1 რადიანი რამდენი გრადუსია. მოდი ორივე მხარე გავყოთ მაშინ π-ზე. ანუ აქეთ მხარეც გავყოთ π-ზე და აქეთ მხარეც გავყოთ π-ზე. გამოგვივა რომ 1 რადიანი ტოლი არის 180 შეფარდებული π-სთან გრადუსის. 1 რადიანი თურმე უდრის აი ამდენ გრადუსს. და შეგვიძლია პირიქითაც ვნახოთ. შეგვიძლია ვნახოთ რამდენია 1 გრადუსი. ამისთვის საპირისპიროდ მოვიქცევით. ანუ ორივე მხარეს აქ გავყოფდით 180-ზე და მივიღებდით რომ π გაყოფილი ან მოდი ესე დავწერთ თანმიმდევრობის შევცვლი 1 გრადუსი ტოლი არის π შეფარდებული 180-თან რადიანის. აი ესე. აი ესეთი დამოკიდებულება არის რადიანსა და გრადუსს შორის.